მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. და დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული და ისეთ დავაყენო პირველი სეზონის მეორე სერია. მეორე სეზონის მეორე სერია. აი, მძიმე დანაშაულზე ხო არ მეშლებოდა და რა დამემართა. კარჩი. რა ხდება ახლა? ამ სერიის სათაური არის Better Call Saul. და მოკლედ ვიტყვი, ვიცი რომ არსებობს ასეთი სერიალი Better Call Saul, ჯობს და ურეკოს Saul, ვიცი რომ არსებობს Saul Goodman-ი, ასეთი პერსონაჟი, რომელიც არის ადვოკატი, ჩემმა ენამოსტრებულმა ძმაკაცმა დამასპოილერა უკვე თითქმის ყველაფერი ამასთან დაკავშირებით და ისიც მითხრა რომ crossover-ის პონტი არ არის, ანუ ხო არის ხოლმე crossover-ები სერიალებს შორის, ფილმებს შორის, მაგრამ ეს Saul თვითონ არის მძიმე დანაშაულის პერსონაჟი და აქვს ცალკე სერიალი, ანუ ეს სერიალი თავისი, ანუ მძიმე დანაშაულის დამთავრების მერე გამოვიდა, როგორც მე ვიცი. არ ვიცი, რა მოეწონათ ამისთან ამ პერსონაჟში, რომ ცალკე სერიალი გადაიხეს მასზე, მაგრამ თან სერიალი კარგი, პოპულარული, მაღალი შეფასებით, ობიექტურად და 9 აქვს მგონი IMDb-ში სერიალს მთლიანად, არ ვიცი. ნახავ მე როცა ვნახავ. ნუ თქვენ გეცვენებათ ალბათ რომ გამოკითხვა მაქვს რა დავიწყო მძიმე დანაშაულის მერე. ის Saul-ი თუ სამფუკარის თამაშები და თუ გინდათ რომ Better Call Saul-ი დავიწყოთ, გამოკითხვა მექნება Breaking Bad-ს რომ დავამთავრებთ და გადადით და მიეცით Better Call Saul-ს. ახლა მაინტერესებს ასეთი რაღაც, რა უნდა მოხდეს იმისთანა, რომ დაგვრჩეს ადვოკატი, იმიტომ რომ ცოტა რთული გამოსაცნობია, ანუ წინა სერია საკმაოდ ისეთ მომენტზე დამთავრდა. ანუ შეიძლება просто პერსონაჟი სპონჩი, ანუ იმ პონჩი დაემოტოს, რომ რენდომული პერსონაჟის ადვოკატი იყოს ვიღაცა და მერე გამოჩნდეს კიდე ჩვენი მის დასახმარებლად და ახლა просто გაგვაცნო. რაც საიტი ჭედავს სამით. ცეთ. ჩემს ამ მომენტს ამოვჭრია ალბათ ძალიან დიდია. ო. კარგი ბატონო. ნუ ამას მეც დავიწყოთ. მძიმე დანაშაული პირველი. კიდე პირველს ვამბობ. ახ, მეორე სეზონის მეორე სერია Better Call Saul 3-2-1 დავიწყეთ. ესეც ჩვენი ძმაკაცი, რომლის სახელიც ისევ დავიწყდა. გახმოვანებულია ო, Better Call Saul Goodman აგეწერია. გამარჯობა. იმერჯენს ცოტა რევოლუცია გაიქე. შენ ყიდი? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. კარგი. ხომ იცი რაზეც ვლაპარაკობ? თუ გაქვს რამდენიმე გრამს ავიღებდი. ხუმრობ? მეგობარო, შენ ხო პოლიციელი ხარ? რა? პოლიციელი? რაზე საუბრობ? ამაზე რა სიტყვი? აი, ყავისფერი ფურგონი. ქვენია ხომ? რომელი ყავისფერი ფურგონი? აი, ის ჩვეულებრივი. ეს პოლიციელების ფურგონია. კიდევ ერთი აი იქ. ყვავილების მიტანა. კარგით რა. უფრო ორიგინალური ვერ მოიფიქრეთ ვერაფერი. ყვავილების ფურგონი. იცით რა უნდა გააკეთოთ? ნაგვის მანქანით უნდა მოხვიდეთ. მე მგონი არა. სერიოზულად. ვერავინ წარმოიდგენს რომ პოლიციელი ნაგვის მანქანაში ჩაჯდება. სერიოზულად იფიქრეთ ამაზე, სერიოზულად.
ეს უფრო სერიოზული იდეაა. იფიქრეთ ამაზე, ბიჭებო. კარგი. წავედი. კაი, პოლიციელი. ეი, ასე ადვილად ნებდები? არ ვარ პოლიციელი. არ არის. მაშინ მაიკა აიწიე. მარჩვენე რომ მოსასმენები არ გიკეთია. იცი რა? მხოლოდ იმიტომ დაგიმტკიცო, რომ ნაგავი ხარ? არა, თეთრმა კანმა დამაბრმავა. კარგი, მოდი დაჯექი, ვხუმრობ. არ წახვიდე გაბრაზებული, დაჯექი. რა სისურვებდი? რატომ მოიწყინე? კარგი მუცელი გაქვს, დაკუნთული. აღარ ვიცი, ვიყიდო თუ არა მთელი სიამოვნება დამიკარგე. გეყოფა, უნდა დამაჯერო რომ პოლიციელი არ ხარ. დამაჯერე რომ არ ხარ პოლიციელი. რა ჯანდაბა გავაკეთო? არ ვიცი რა თქვა დროზე. მოვიფიქრე. მიდი და იმ ტიპს სახეში შემოარტყი. როგორც? იმას? ხო. ის ხომ ცემს? კი, იმასეა. ისე ეს რთულია. ხო. ვიცი. ძალიან ადვილია. შენ თუ პოლიციელს ეკითხები არის თუ არა ის პოლიციელი, ის კანონის თანახმად ვალდებულია რომ გითხრას სიმართლე. ამერიკის კონსტიტუციით? ხო და მიდი და მკითხე. მაგრამ ჰენკმა ხوار უთხრა ჯესის დედას. მასე არა. ოფიციალურად მკითხე. პოლიციის ოფიცერი ხარ? არა. მე პოლიციის ოფიცერი არ ვარ. კარგი. 175. მეგონია. არა. ეს ჩვენი ფასია. მეგონი რაღაცას გვეთქვებს ეს ტიპი. კარგი. არა, არ ვიცი. ეგეთი კანონი უბრალოდ ცოტა უცნაურია, ანუ. მაგრამ ლოგიკურიც არის, მაგრამ უცნაურიც ახლა. თუ საჭიროა რაღაცა დავალებისთვის, მისიისთვის, რატომ უნდა იყოს იძულებული რომ თქვას პოლიციელი ვარ? აიღე, ისი ამოვნე. მადლობა, მეგობარო. საინტერესოა, იმიტომ რომ ალბუკერის პოლიცია. დაპატიმრებული ხართ, მიწაზე დაწექით. მუცელზე დაწექი. ჩქარა მუცელზე, მიწაზე. ვაზრო კანონი. არ გაინძრე. ლოგიკური იმპონჩი იყო, რომ ლოგიკური არც იყო. რაც სისულელებს პოდა ახლა. კარგი სამსახური მქონდა, სანამ ჩემმა უფროსმა ქურდობაში არ დამადანაშაულა. სოლს უნდა დავურეკო. Better call Saul, კი. გარეთ ვერთობოდი და დამაპატიმრეს. თქვენ დაპატიმრებული ხართ. სოლს უნდა დავურეკო. Saul's უნდა დავურეკო. გამარჯობა, მე სოლ გუდმენი ვარ. შენ ხარ? იცოდი რომ უფლებები გქონდა. კონსტიტუციაში ასე წერია. მე მასევე თანხმები. მე მჯერა რომ ყველა ქალი, ყველა კაცი და ყველა ბავშვი უდანაშაულოა. სანამ საწინააღმდეგო არაა დამტკიცებული. სწორედ ამიტომ ვიბრძვი შენთვის, ალბრუკერ. უმჯობესია სოლს დაურეკოთ. ავეჯი უნდა ვიყიდო. პირველ რიგში საწოლით დაიწყე. უკაცრავა და ამათ უკვე ეგრე რა? ღმერთონეთ აქ მოწევა შეიძლებოდეს. არ შეიძლება. არა, ვიცი. უბრალოდ. ამათ უკვე ესეთი ურთიერთობები რა? ხო მართლა. მარიხუანას სუნიკას. უმჯობესია სახლი გაანიაო, თორემ მამა ჩემი უზრუნველყოფის თანხას არ დაგიბრუნებს. ძალიან ძლიერი ყნოსვა აქვს. ო? დაუჭერი ხარ? კი, ბევრჯერ. აჰა, ესეგებია. კარგი, მისმინე. რადგან ჩავთვალეთ რომ ჩემი უზრუნველყოფის თანხა უკვე დავკარგე, მოდი მოვუკიდოთ. არა, მადლობა. დარწმუნებული ხარ?
Maybe you'll change your mind. ჯესი. რამე ცუდად თქვი? არაფერი. უნდა წავიდე. აუ, გამიკვირდა. ანუ წინასერიაში პატარა ნამიოკი იყო ამათ ურთიერთობებზე. პატარა, სუპატარა ხელი რომ შეკვდეს და ახლა უკვე ნუ არა, ჯენი კაიგოა. What's this? ეს რა არის? 18 თვიანი ჩიპი. 18 თვიანი. კორნალ. დაიცი? მარიხუანა ნაბიჯია ნარკოტიკებისაკენ. ხო, რაც შეხედა კორნალო? მაგას. მაგარია. მართლა, ვაფასებ ამას. Respect that. You know, I don't really იცი, ამ ბოლოს მეც აღარ ვიყენებ ბევრს. ისე ხანდახან, მაგრამ სახლში აღარ მოწევ. like no more like in the house. So, you wanna go? იქნებ გვესადილა ერთად. ჩინურს შევჭამდი რამეს. არა, ჯობია წავიდე. ხო. და ჩვენ შენი სატელიტური ანტენა გასწორებ. ტელევიზორიც მაგარია. აი ნერვიულო ჯესი. ნელ-ნელა აგეწყობათ ურთიერთობები. თავიდან ყოველთვის ეგრეა. დაში ბევრად უარესად მეგეთქვით. ჩემი აზრით ეს ჯეს უკვე და მეწვეთია. ჯენის საკმაოდ სწრაფად დაიწყო ყველაფერი. მან მოიხადა უკვე ბოდიში. ყოველ შაბათ კვირას ასე იქნება? არა, მხოლოდ კვარტალის ბოლოს. ხომ გახსოვს როგორც იყო? სამაგიეროდ ორმაქსი ხდიან. ასე რომ, დადებითიც არის. როდესაც ყველაზე ზარმაცი ბიჭი გაიღვიძებს, უთხარი რომ ის ბოტასები გარეცხოს და მანქანაში არ გააშროს. არ მინდა ჩემი საშრობი გააფუჭოს. რა? შაბათს ჩვეულებრივი ტანის ამოსით არ წახვალ. გულისხმობ. არა, მშვენივრად გამოიყურები. ეს მეჭვიანობს. სამსახურია, უოლ. და ყველა იქ იქნება. კარგი. იქნებ საღამოს პიცა შევუკვეთ. მე მგონია სპაიდერმა ეგეთი რაღაც გააკეთოს, რაზეც ვორდი ეჭვიანობს. ერთი პონჩი თუ ის ტიპი იზამს რამეს თვითონ. ერთხო და მოვიწყდა. რაც ნაცნობი სახელი ქონდა. გამარჯობა, თქვენ დარეკეთ უოლტთან, სკაილერთან და უოლტერ ჯუნიორთან. გთხოვთ დატოვეთ შეტყობინება და დაგიკავშირდებით. სკაილერ, მანდ ხარ? არ ვიცი რა გავაკეთო. უნდა მერი დაგელაპარაკო მე. მე გამარჯობა მერი. ეს მე ვარ. რა ხდება? რა არის? გუშინ სახლში დაუბრუნდი და ისაკ დამხვდა. არც გაუფრთხილები ვარ რომ მოდიოდ. ვინმე მოკლეს? ფედერალი, მის თვალწინ. სამი აგენტი დაჭრილი, ერთმა ფეხი დაკარგა. ისე ჟღერს, რა? თითქოს ერაყის ამბებია. ჰენგზე ამბობს ხოლმე. ღმერთო. ეს სტივ გომესისგან გავიგე. კენკი 1 საათი ესაუბრება და უფროს. მას ოსკარი ეკუთვნის სიმშვიდისათვის. ყურმილი დაკიდა თუ არა ისევ დაწვა. და იმეორებს. მე კარგად ვარ. მარტო დამტოვე. კი, საკმაოდ ცუდი სანახაობა იყო და ზოგადად ჰენგიც ცუდად იყო ამ დროს. პატარა ახლა არა. It's me. ეს მე ვარ ჰენკ. Sorry. უკაცრავად. გამარჯობა მეგობარო. რა ხდება? მიწევსო შეიცვალა ხასიათი. მე უბრალოდ წინააღმდეგი ხომ არ ხარ? არა. როგორ ხარ?
იცი, ცუდად. რასაც ჭამ უკან გამოდის, როგორც გეიზერიდან. უფ. ახლოს ნუ მოხარ. არა უშავს გავრისკა. ალბათ გაიგე ხო რაც მოხდა უარესში. საშინელება. რას ელოდი? ველური ცხოველების გროვა. ეს აპოკალიფსს გავს. თითქოს პოლკოვნიკი კურცით სადღაც ჯუნგლებში იმალებოდა. და ჩემმა უფროსმა ელ-პასოდან სახლში გამომიშვა. კარგი, კადრების განაწილება არა. აი იმის მაგივრად რომ ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი მათ კვალზე გაეშვა. სახლში გამომიშვეს. ნუ გასაგებია რატომაც და სულ დაბრუნდი? არა. ნუ როგორც გავიგე იმას გეუბნები. შემდეგ გადავწყვეტ. ვფიქრობ ამაზე ვინმეს უნდა დაელაპარაკო. ფსიქოლოგს? არა. ამ გზაზე თუ დადგები, კარიერა დასრულებულია. მერის ან მე თუ გინდა. იცი არც ვიცი როგორ გითხრა. რასაც მე ვხვდები ცხოვრებაში შენ გზაზე არ გვხდება. ჩვენ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება არ გვაქვს. ნუ და თუ გეტყვი რომ მაქვს, არ ვიცი. მთელი ცხოვრება შიში გავატარე. ნუ მაგრამ ჰენკმა ისე გახდა. მეშინო და იმის რა მოხდებოდა. აშკარად რა სხვა შეიძლება გასკაი. მომხდარიყო, რა შეიძლება და არ მომხდარიყო. 50 წელი ასე გავატარე. ღამის 3 საათზე მეღვიძებოდა. სკაილერი ისე ფაქტობრივად ხო 10 წლით მაგრამ იცი რა? უცროსია ბოლდზე. იმიტომ რომ რომელიღაც სიაში მას ხო შემდეგ 40 რაც კიბო ვარ. აღმომაჩნდა, შვიდად მძინავს. ახლა ეძახის ეს 50-ის ვარ. რაც კიბო აღმომაჩნდა შვიდად ძინავს. და აღმოვაჩინე რომ ყველაზე ცუდი თვითონ შიშია. ნამდვილი მტერი ისაა. კი. ასე რომ ადექი გამოდი რეალურ სამყაროში და დაარტყი ნაძირალას მთელი ძალით, ისე რომ ყველა კბილი დასწვიდეს. საბოლოოდ. ჰენკი ცოტა არის შოკშია. ვოლტმანს სიმართლე თქვა. კიდე? განაგრძე. ათი 1000 ისევე როგორც წინა ჯერზე. ზუსტია. მე და შენ ამ მანქანის გამოკვებას ვაპირებთ. მინდა რომ 24 საათი მუშაობდეს დღეში. კაი. როგორც ხვდები შენი არა. ჩვენ გვაქვს 10, 20, 30, 44 და 500 თითოეულს. კილო ნახევარში თითოეულს 48 უნდა შეგხვედროდა. ვინ არ მოიტანა? კარგი, ოღონდ არ გაბრაზდე, კარგი, არ გადაბუგდივართ. თავს არ მოუტანია მთლიანი თანხა. მთელი ღამე აპირებდა მუშაობას და ალბათ ჯერ კიდევ სძინავს. გააღვიძე. ჯერ ციცი. როცა გადაიხდის, მერე შეუძლია დაიძინოს. რატომ არ თულებ ასე ყველაფერს? შენ მისი მეგობარი არ ხარ. შენ მისი ბოსი ხარ. ისინი მხოლოდ მაშინ მუშაობენ, როცა შენი ეშინიათ. გახსოვს? ნუ მოდი ვთქვათ, რომ მეგობარიც არის ახლა ვოთ. ავტომობილსუხე. ძალიან დინაშიც უნდა დახვე.
ავტომოპასუხე? დაჭერილი დამშვიდდი. ხო. შენი ფული დაითვალე. კომბო. რა ხდება? თახვი არ გინახავს? ხელს ნუ აფარებ. კითხვას პირდაპირ გისვამ და პირდაპირი პასუხი მინდა. აჰა. ოპა, გაიგო. რა? გაიჭირეს. ეშინოდათ რომ ჩემთვის ეთქვათ. თახვი დაიჭირეს. ციხეშია. ახლა გასაგებია ვის დასჭირდება ადვოკატი. ძვირფასო სახლში ვარ. აბა რა ხდება? კატაზე მეტი სიცოცხლე გაქვს. ახლა საკუთარი თავის გალოკვასაც ვისწავლი. რა ხდება ბიჭებო, მიხარია თქვენი ნახვა, მიხარია, კარგი. ღვთისგულისათვის მოდი ყველა საქმეს დავუბრუნდეთ, კარგი? ჩემთან შემოდი მეგობარო, ნახოთ უსაქმურებო რას აკეთებდით ამ ბოლო დროს. ჰენკ. ოს ჰენკის და მერის ფოტოა? როგორ ხარ? შენ როგორ ფიქრობ? ეს APD-დანაა? მათთანაც გადავამოწმე, თუ გადაეყრებოდნენ იმ შენ ლურჯ მეთანოლს. ზუსტად გუშინ ავიყვანეთ. ყველაზე ნამდვილი მორბენალი დაიჭირეთ. ვიქრე წავსულიყავი გავსაუბრებოდი. არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? რა პრობლემაა? შენ ხომ მითხარი რომ პოლიციელი არ იყავი? თავს მოტყუებულად უგზნობ. ნუ ვიფიქრე ერთად გავერთობოდით. ვერთობით თახვა. თახვი დაგიძახო თუ ბრენდონი. მე ის ადამიანები მომწონს, ვინც კონსტიტუციას არ არღვევენ. თახვა მისმინე. არ არის ეგეთი მე წესი. ვცდილობ დაგეხმარო მეგობარო. შენ მხოლოდ მითხარი ვინაა მომწოდებელი და ყველაფერი კარგად დასრულდება. всё. შეგიძლიათ წახვიდე. აბა რას აკეთებ დეტექტივო ჩემ კლიენტს ჩემ ოპა. გარშე გითხავ? რომელი ხართ? შენ რა სამშობიაროდან პირდაპირ პოლიციაში აგიყვანეს? უფრო და უფრო ახალგაზრდები. რა მოუყევი ბიჭს, რაიმე სისულელე უთხარი? სისულელეში გულისხმობ, საერთოდ უთხარი რამე? ამას შეხედეთ. პირი ღია, ძარღვები დაჭიმა. ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, ახლა კი შენ გადი. 10 წუთი მიდი. მერტ შემოვრა. ეს კანონია დეტექტივო, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა არ წაგიკითხა? წადი, წვენი დალიე. დაიძინე, მიდი. კარგი, ეს ვინ მყავს? ნუ, მას არ ვიცი. ბრენდონ მეიჰიუ. კარგი, ბრენდონ მეიჰიუ. მოდი ვნახოთ. სახალხო მასტურბაცია, რა? მიწვით. არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ეს სახლში გააკეთო. დიდი ტელევიზორის წინ 50 არხია ამისათვის. სტარბაკსში, ყოჩახ. ეს მე არ ვარ. მე ის ვარ მეთანოლს რომ ბოდიშით მოვალ. მოვედი 3 2 1 გავაგრძელეთ. მყიდა. სავარაუდოდ. კარგი, მეთანოლი, სწორია, ვიპოვე. უკაცრავად შეცდომისათვის. არაფერია, ჩავასწორებ და მორჩა. აჰა. აგიყვანეს დიდ რაოდენობაზე, ხო? თითქმის. პოლიციელები მეხორცეებს გვანან. სასწორზე თითს აჭერენ. მაგრამ სცადეთ და დაამტკიცე ეს სასამართლოში.
სადაც შენ მეორე დავტკიცე. ზარის საშუალებას მოგცემ, შენ დაურეკავ დედას ან მამას ან მოძღვარს ან ვისაც გინდა და ისინი მომიტანენ $4,650 ჩეკს თანხას აკრედიტო ბარათის უკანა მხარეს დავწერ, კარგი? 465 კარგი? სულ ერთია განაღდება რა სახით მოხდება. უმჯობესია გადარიცხვით და მოდი გადარიცხონ iStation Zebra Associate-ში. ეს ჩემი ანგარიშია, სრულიად კანონიერია. უბრალოდ დაბეგვრის ასაცილებლადაა გაკეთებული, ამის შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ Visa ან Mastercard-ი. რამე კითხვები გააქვს? ბევრი. გარეთ გამიყვანთ ხომ? მე რა შენი სკოლის გოგონას გავარ 5 წუთი რა? ვეღარ ითქვენ? ვიხუმრე ბრენდონ, მოეშვი შვილო. გპირდები. საუკეთესო იურიდიულ დახმარებას გაგიწევ, რომელიც ფულით შეგიძლია იყიდო. ვნახოთ. ხო, ჯერ არ მაგრამ ვიცით როგორი ადვოკატია. ადვოკატი რო არის ვიცით, მაგრამ შენი პასუხის რამდენად გვერდით ვიტამინი კარგია. A-ს გაორმაგებული უფლება შენ არ გაქვს. ხუიზლისთვისაა ცუდი. კარგი, შემდეგი ვინაა? მოვაგვარე. ამან უფასო ადვოკატი აიყვანა. მადლობა არაფრისათვის. ჩემს მასტურბატორს რა მოვიდა? ო, საქაღალდეები აურია. მგონი ჩემ კლიენტს განიხილავ. მე არ გამანდობ? რა თქმა უნდა, შენი რეკლამაა? საშინელება. ეპილეფსიელების საროსკიპოში მინახავს უკეთესი თამაში. ეს ისაა დედა შენი რომ მუშაობს? კიდევ არის ორი ერთის ფასად შემოთავაზება. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება მორბენალთან. ორ ფედერალს რა გინდათ ამ ერთ პატარა უცოდინართან? ჩემი ჰენკის და სოლის დიალოგები საინტერესო უნდა იყოს. საკაიფო. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. სწრაფად ზრდა თუ გინდა ბიჭების დაპატიმრებას ვერ გადაურჩებით. იქნებ კარგი ადვოკატი აგვიყვანა მისთვის. ეს რა ჯანდაბაა? ეს დაიქირავა? რა? მე ხუმრები? ეს ისაა, ვინც გჭირდება. მეც კი ამას დავიქირავებდი. ეს ისაა, ვინც შენ გჭირდება. ემილიო გახსოვს? ემილიო ამან გამოიყვანა ორჯერ. ორჯერვე ფაქტზე დაიჭირეს. და შემდეგ ფუფ. ეს ტიპი გუდინის გავს. სერიოზულად, როდესაც საქმე ცუდადაა, კრიმინალური ადვოკატი საკმარისი არაა. საჭიროა კრიმინალი ადვოკატი. კრიმინალი ადვოკატი? შეხედე ჩვენ ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. კრიმინალი ახლა სანდო ადვოკატი. ადამიანია. თან ძალიან ეშინია ჩემი. კარგი, ჩვენ 4000 გადავიხდით, საქმე სჭირდება. ნუ თავს შემდეგ კი მისი იმ ხელოსიდან დღის მერე კი თან ის შეშინდება. მისი პირველი რომ შემთხვევა მიატოვა. და სცენარის მიხედვით სასამართლოს შემდეგ გამოუშვებენ. 5 თვე სტაფილოს ოდიში პედალის თუ არ სამოში ვუყურებ, გამოწყობილი მაინც ნაგავში არაფერი აბრალებს. ესეთია. შიგნით ვინ ოტის და ჯესის სახეები ვიცი. დამინახონ. მეც არ მინდა რომ დამინახონ. რატომ არა? მათი ტიპიური კლიენტი ხარ. შიშარა. კარგი. მონეტა ავაგდო. აირჩიე. რა არჩი? ვერ გავიგონე. ვოლტი? ვოლტი. Mayhew? Mr. Mayhew? Mr. Mayhew. მადლობა რომ მოხვედით. გთხოვთ. ამას შეხედეთ. FBI-ში დავრეკო და უთხრა რომ DB Cooper-ი ვიპოვე? ხუმრობ. შემოდით, გთხოვთ, შემოდით. მობრძანდით. გთხოვთ. გამარჯობა. Saul Goodman-ი. გთხოვთ, დაბრძანდით. ძალიან წუხوار რომ ამ სიტუაციაში გვიწევს შეხვედრა. არაფერი მომიტანეთ? დიახ. Mayhew. ირლანდიურია თუ ინგლისური? ირლანდიური. ღმერთო. თანამე მამულე კარტოფილის მჭამელი. ჩემი ნამდვილი გვარია მაკგილი. მაკგილი? ებრაელობა დავიბრალე. მუშაობაში ხელი რომ არ შემეშალა. კარგი Saul აბავი. Goodman-ი, თქვენი მაკგილი. ძმისშვილი ძალიან მალე გამოვა.
თქვენი ძმისშვილია შვენიერია. გასაგებია. რამოდენიმე საკითხია კიდევ გასარჩევი და მორჩა, მაგრამ რადგან ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო ჩაერთო საქმეში, პირობით ვადას მაინც მიიღებს, ასე რომ ტელეფონის ნომერი ფრანჩესკასთან დატოვეთ და დაგიკავშირდებით. უკაცრავად ფედერალები, დიახ, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო, ფედერალები. არ მიყვარს ცუდი ამბების თქმა, მაგრამ სავარაუდოდ თქვენი ძმისშვილი დიდ დამნაშავეში აერიათ. მივხვდი, მაგრამ ფედერალები რატომ ჩაერთნენ? ისინი ვიღაც საიდუმლო კაცს ეძებენ, სახელად ჰეიზენბერგს. სავარაუდოდ ბრენდონი ინფორმაციას ფლობს მასზე, რომელიც მის დაჭერაში დაეხმარებათ. ბრენდონი რა თქმა უნდა არ ჩაუშვებს. მერთო გამხნევდით. ეს კარგი ამბავია, ბრენდონი განავალში აამოსრილი, მაგრამ იქიდან პაკო რაბანეს სურნელით ამოვა. დაიცადეთ, მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ვარიანტები განგვეხილა. ვარიანტები. მე გეტყვით რა ვარიანტები გვაქვს. ვარიანტი მხოლოდ ორია. ვარიანტი A. ბრენდონი მომწოდებელს დაასახელებს და გამოუშვებენ. ვარიანტი B. ბრენდონი არ დაასახელებს მომწოდებელს და დიდი ხნით ჩაჯდება ციხეში. მისმინეთ და სამაგიეროს გადახდა. გულისხმობ, რომ თუ თახვი ბრენდონი ინფორმაციას მიაწვდის ჰეიზენბერგის შესახებ, გულისხმობ, რომ ღმერთმა არქნას მათ სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტონ. რა უთხარით მას? ის სულ ამას იმეორებს, რაიმეს ვიტყვი და მომკლავენ. ახლა შეგერხება ამის გამოა? კარგი. არაფერი კარგი, ეს საშინელებაა, დამიჯერეთ სედ. თქვენი ძმისშვილი ციხეში ორ კვირაზე მეც ვერ გაძლებს. გამოიყენოს შანსი და გამოვიდეს. მე კი ვეცდები მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩავრთო. არა, შეხედეთ, ის ახლა მანკიერი და სასოწარკვეთილია. მითხრეს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა კაცს თავი ბანკომატით გაუჭყლიდა. კი. როგორ უყვარს სხვისი საქმეების მითვისება. ის კაცი, რომელსაც თავი გაუჭყლიდეს, ჩემი კლიენტი იყო. იგი ცოლმა მოკლა. მან აღიარა. დამიჯერეთ, ნათესავებმა არაფერზე იდარტოთ, კარგი? ეს კაცი იყო ჩემი მიშულს კლიენტი. ჭიტივით აცოლმა აღიარა, ხო? 10,000 დოლარი. ოპა. შემჩნია რა ვადარი. $10,000 ხელზე. უბრალოდ ფედერალებთან არ ილაპარაკოს. იმას ამბობთ, რასაც მე ვფიქრობ, რომ ამბობთ. დიახ. კი. რას ნიშნავს ეს? მან ქთამი არა იყო? ამ ადამიანმა სოლ გუდმენზე საუბრობ? ხო, მან თქვა, რომ მორალურად შეურაცხყოფილია. პოლიციის გამოძახებით დამემუქრა. მოიცადეთ, თახვი რა ჩაგვიშვებს? როგორც ეხონი ვალდეს. თახვი. ანუ რას ვაკეთებ? არ მქონია ჩაგვიშვა, თუმცა კაი შეშინებული კი იყო. ეი, ფრანჩესკა, რა სიტყვის სახლში რომ გაგაცილო? არა. უსაფრთხოებისათვის. რა? შენი უკანალი მკლავს. რა ტიპია ეს სული? აჰა. დამელაპარაკეთ, ბიჭებო. მიდით, უბრალოდ მითხარით რა გინდათ, ღმერთო? არა. არა. ეს მე არ ყოფილვარ. ეს იგნაციო იყო. ის იყო. არა. მოკეტე, კარგი ინგლისურად ილაპარაკე. ლალოს არ გამოუგზავნი ხართ? ლალოს? ის? მადლობა ღმერთო. მადლობა. მე ვიფიქრე. ლალო? ვინ არის ლალო? რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის, ჯენტლმენებო? რაც გინდათ, უბრალოდ მითხარით. დღეს შუა დღით ჩვენმა ადამიანმა 10,000 შემოგთავაზა, უნდა აგეღო. მოიცადეთ. თქვენ მის თაობაზე ხართ, რა ქვია? თახვი. ბრენდონ მეიჰიუ. ბიძა, თქვენი კაცი იყო? არ გეწყინოთ, მაგრამ ქთამს არ ვიღებ უცხოებისგან, ხომ ხვდებით? სინანულს უსაფრთხოებას ვამჯობინებ.
მაგრამ ავიღებ თქვენს ფულს, მართლა? არა, იმ შემოთავაზებას ვადა გავუვიდა. ფული ცოტაა, მაგრამ ავიღებ. უბრალოდ მითხარით რა გინდათ, კარგი? მე მშვიდად ვარ. ჩვენ შეხვედრა სპეციალური სახის შეხვედრად მივიღებ. კარგად მომისმინე, შენ უზრუნველყოფ თავს მეიჰიუს საუკეთესო დაცვით სასამართლოზე. მაგრამ არანაირი კავშირი ფედერალებთან. კარგი? თახვი არავის არ დაასახელებს. თუ დაასახელებს, შენ მოკვდები. თავს რატომ არ კლავთ? რა? მისმინეთ ბიჭებო, ყოღო თუ მოფრინდება და გიკმენთ. თქვენ ხომ ყოღოს ადვოკატის მოსაკლავად არ წახვალთ. პირობითად რომ ვთქვათ. ეგ არ გეუხეშებით, მაგრამ ეს ნათელია, არა? თავს არ მოკლავთ. მაშინ პრობლემები გექნებათ, იმიტომ ფედერალები მოდი ეხა შენ გვეწნეს დაავლებიან უნდა როგორც აგურების გროვა. არავიდან მოკლავს. და არც ის იქნება ახალი თქვენთვის თუ გეტყვით რომ თავს ციხეში არ უნდა. მას ურჩევნია სელინ დიონივით დაამღეროს ის რაც იცის. იცნობს. მისტერ მეიჰიუ, იცნობს. თქვენი ხელავიცანი. მოიხსენით ეგ ნიღაბი, ჰაერი ჩაყლაპეთ. მიდი. კარგად სუთქავს ნიღაბშიც. ღმერთო, დაწნარდით. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კარგია, ავდგები კარგით? მუხლები მტკივა. და ციხს ჩაგერტყავთ ასე რომ უკეთესია. კარგი, ახლა მისმინეთ. ჩვენ სამი ამის მოგვარებას შევძლებთ. როგორ? თავდაპირველად თითო $1 ჩამიდეთ ჯიბეში ორივემ. ოფიციალური ურთიერთობა გინდათ ადვოკატსა და კლიენტს შორის. რასაც კარგი. ვიტყვით ჩვენ შორის დარჩეს. დამიჯერეთ, ჯიბეში ფული ჩამიდეთ და ურთიერთობა ძალაში შევა. მიდი გააკეთეთ ეს. აი ასე. მხოლოდ $1. მეძინება. კარგი, ახლა კი შენ მოთხილამურე. მიდი, მომეცი $. მიდი. ჭკვიანურად მოიქეცი. $5 მაქვს. 5-ს ავიღებ. მიდი უკვე, მიდი. შვიდად. კარგი. ახლა კი ოფიციალურად წარმოგიდგენთ გუდმენს და პარტნიორებს. თქვენი საიდუმლოებები კანონითაა დაცული გახმაურებისაგან. მოიხსენი ნიღაბი, მოთხილამურე. თორემ მგონია ვიღაც დამნაშავეს ვესაუბრები. მოიხსენი. კარგი, თუ თახვის მოკლას არ ვაპირებთ. დაწუნებული ხართ ხომ? დაწუნებული ვართ. კარგი, კარგი. ვიღაც ციხეში უნდა ჩაჯდეს. საკითხავია ვინ? ვინ? ოპა. აი ეს უკვე საინტერესოა. ბრენდონი თახვი არ რეკლამის ჩაჯდება გარდა შენმა ზუსტად. ადვოკატმა მშვენიერი საქმე შემოგთავაზა. აქ დამჯერო ხუთსვა და ჩაკითვალოთ და გულს გაგიშალოთ. ჩასვავენ? ნუ გიხარია, ჯერ თავისუფალი არ ხარ. თუ არ გვეტყვი მომწოდებელს, ჯერ კიდე ვიჯდები. ზეწოლა საჭირო არაა, ჩემი კლიენტი უკვე დაგთანხმდათ. მართლა? დაგთანხდი? კარგი. მოდი სახელი დავიწყოთ. ყველა ჰეიზენბერგს ეძახის. ჰეიზენბერგ? რამდენი წლისაა ჰეიზენბერგი? მოხუცია. 50 ან 70. 70. საშუალო. არა 50. საშუალო სიმაღლე. საშუალო წონა. თმისფერი? თმა არ აქვს. შენზე მელოდია. 1970 წელი. აი, ჯეიმს კილკელი გასამართლებულია სავაჭრო აპარატის ქურდობის გამო. 75 შეჭრა და ძარცვა. 82 ავტომობილის გატაცება. 84 შეიარაღებული ძარცვა. 87 92. ნუ ეს უკვე გასაგებია, ახლა კი εσეთია. ცნობილია სახელით ჯიმი აქეთ-იქით. 58-დან 44 წელი ციხეში აქვს გატარებული. მთელი ცხოვრება გისოსებს მიღმა. აუჩი, მართლა. ჯიმი სპეციალურ სამსახურს გთავაზობს. ფულის შეიძლება 14 სანაცვლოდ წლის იყო რომ დაჭირეს. შენ მაგიროთ ჩაჯდება. სპეციალურად ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდება.
რა თქმა უნდა, ის შიგნით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. გარე ნუ, რა სამყარო თქმა კეთილია უნდა. მისთვის. კლინტონის მმართველობის დროს ჯიმი მისი ტალანტისაგან მოგების მიღების გზა გამონახა. როდის მოხდება ეს ყველაფერი? ეს უკვე ხდება, საქმე ხვალ დავნიშნე. პოლიციელები ჯიმის დაიჭერენ და თარხს გამოუშვებენ. ყველა ბედნიერია, ეს ყველაფერი დაჯდება 80,000 და 9 კილოგრამი საოცარი მეთანოლი. 80,000 8 წელი ციხისათვის, ხომ? პირველ რიგში ის უფრო ცოტა ხანს იჯდება. მე ვიქნები მისი ადვოკატი და საქმეში რამოდენიმე შეცდომა აღმოჩნდება. ის მიიღებს 20-ს. 50 ჩემია. 50 შენ? რისთვის? საქმის გამარტივებისთვის. ნუ, ხო. ვინ რისკავს? მას ციხე მოსწონს. ფულს ქეშად მოიტანთ, ხო? მისვინეთ, ეს ვარიანტი თუ ძვირია, ყოველთვის შეიძლება თახვის მოკლა. მერტოჩი. კარგი, ესე იგი შევცდი ოლდს და ჯესის არ ჩასვავენ. სუფთა სინდისი ძვირი ღირს. აი, ჩვენი ბიჭიც. ზუსტად დროზე. კარგი. უკან. კარგი. როგორ ფიქრობ, დაგვინახეს? არა, მაგრები ვართ. თახს კი მგონი ახლა გული აერევა. დამიბრუნე? ო, უბრალოდ დამიბრუნე. არა. სად ჯანდაბაშია ჯიმი? ის 10 წუთის წინ უნდა ყოფილიყო. ფიქრობ, რომ ჯიმი ნამდვილად არსებობს? ადამიანი, რომელსაც ციხეში უნდა. ბევრნაირი ციხე არსებობს. 14 წლიდან თუ ეს რა? ციხეშია, არ მგონს. აი ისიც. ო, დაიცადე? არა, რა, მაჩვენე. ეს ვინ ჯანდაბაა? მისტერ ჰეიზერბერგი სავარაუდოდ. ვი მოქმედოთ? ჯერ გადაცემა დავინახო. სულაც მოეცა. არა, ჯანდაბა. რა, რა ხდება ვერ მოვიწყდი. ახლა გამოჩნდა. მოდი, გავაკეთოთ ეს. არა, აჰა, ვარ ეს არა ღმერთო. სიტუაცია. ჯიმი შეცდომით დაждდა სკამზე. ჩვენი ბრალია. რას აკეთებ? რას აკეთებ? ვოლტ რასაკეთებ? ვერ მივხვდი რას აპირებ. რას ვაპირებ? სად მივდივართ? მოკეთე. მაგარ შარში ვარ ახლა. გადადი, შეაჩერე. ფედერალები აქ არიან, რომ დამინახო ნამიყვანენ. გადადი, რაიმეს მოვიფიქრებ. რა, უბრალოდ გადადი. ჰენგთან მივა? ჰენგ, როგორ ხარ? შეიდერ ვეღარ ხედავ. ვოლტ, ცუდი დროა. როგორ ხარ? თავს როგორ გზნობ? შეიდერ ვეღარ ხედავ. მუშაობთ, უმჯობესია წახვიდე. მუშაობთ? ნარკოტიკების საქმეზე ხართ? შრეიდერ, დავკარგეთ. გადადი, სხვა ტიპია, იქით გადადი მეორე სკამზე.
ვოლტერ, მოშორდი აქედან. კარგი. მისმინე წავალ და მარტო დაგტოვებ. მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე. უკან წავიდე? იქით წადი, წინ წადი. კარგი, მაშინ წავედი. კარგი. უკაცრავად მაპატიე, კარგი? წადი ახლა მოგორებულია. მაპატიე. მარტო დაგტოვებთ, კარგი. სად წავიდა? სად ჯანდაბაში წავიდა? მოიცადე, ვიპოვე. ნუ ყველაფერი კარგად და საკმარისად კარგად რომ ჰენკი არ მივიდეს ვოლტთან და გადაცემა შეხორ გაჟრიერად სულ თქვეს. არ გაინძრე. კაი ბატონო. ღმერთო. გონი გაამართლა. საღოლსოლს. დიახ, სერ, ავიყვანეთ. 9 კილოგრამი ლურჯი მეთანოლი ამოვიღეთ. და იცით რა? რა არის ჰეიზენბერგის ნამდვილი სახელი? ჯეიმს კილკელი. მადლობა. დიდი მადლობა. სიამოვნებით. რაღაც ჰენკს არ მოსწონს. რა ხდება? რამდენი წუთი დარჩა? ცოტა ხანი დაგვრჩა ძალიან. რა სწრაფად გავიდა ეს სერია. რა ხდება? გამარჯობა. სახლში არ იყავი და მე შემოვშვე გადამზიდები. წინააღმდეგ არა. ესე იგი საწოლი იყიდე. კი. ყველაზე დიდი? ხო. ბილი თავი? საკმაოდ. ცელოფანი ვაიც მოგიხსნეთ. კაი. Not even close. Testებს ამოწმებს. რა? ღმერთო ჩემო, შენ ნამდვილი ქიმიის მასწავლებელი ხარ. აუჩ. ხურა. საიდან? ქიმიაში არაფერი გამეგებოდა. უფრო ჰუმანიტარულები მიყვარდა. როგორ მომაგენი? ხო, როგორ მიიღე? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. შენი პოვნა უფრო რთული უნდა გახადო. როგორი პოვა? ჩემმა დეტექტივმა 3 საათის საფასური გამომართვა. ეჭვი მეპარება 1 საათზე მეტი დაჭირვებოდა. შანტაჟისთვის მოხვედი? არა მგონია. პოლტერ, მე შენი ადვოკატი ვარ. ნებისმიერი შენი ნათქვამი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. კაი. შანტაჟისტი არ ვარ. მე ადვოკატი ვარ. ნარკოდილერებსაც კი ჭირდებათ ადვოკატი, განსაკუთრებით ნარკოდილერებს. მე რა, გინდა მითხრა რომ შენი კეთილი სურვილით მოხვედი და დამეხმარო. ნამდვილი სახელიც. კარგი რა. იცი რამდენს ვიღებ საათში? ხო, მართლა ფულს ადინახავ. საწოლში? ეზოში მარხავ მურაბის კილაში. მე ჰიუ ალბათ პირველია, ვინც აიყვანეს შენი ბიჭებიდან. მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. და მე თუ შემიძლია შენი პოვნა პოლიციელებს რატომ არ შეუძლიათ? რაღაც გონია რომ ეგრე იქნება. ბოლო არ იქნება. კონკრეტულად რას თავაზობ? ვისაც დაიჭერენ. ან თავშეულობას თავაზობს? რას აკეთებდა ტომ ჰეიგენი ვიტო კორლეონესათვის? მე არა ვარ ვიტო კორლეონე. ხო, ახლა ფრედო ხარ. მაგრამ რამოდენიმე კარგი რჩევით და ინსტრუქციით ვინ იცის? ერთს გეტყვი, მეთანოლი ისაა, რაც უნდა იყოს. იმაში, რასაც ფედერალები აკეთებენ, შენ სპეციალური ადგილი გიჭირავს. მე მინდა ვიყო პატარა ჭანჭიკი შენი საქმიანობის. მოიფიქრე კარგი. ვაფშე არ მინდოდა ახლა ამოჭრა, მაგრამ მომიწია ბოლო წუთებში. წამოს გადავხარ.
ხო. დავასრულოთ რა 3-2-1. იმაში, რასაც ფედერალები აკეთებენ, შენ სპეციალური ადგილი გიჭირავს. და იმით, დავიხო კომპიუტერის პატარა ჩრდილო. ჭანჭიკი შენი საქმიანობის. აჰა. მოიფიქრე, კარგი? თუ გინდა რომ მეტი ფული გამოიმუშაო და ეს ფული არ დაკარგო, უნდა დაურეკო Better სოლს. Call Saul კი. ვაუ. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ესეც ფინალი ბოლო წამებში რო ამოჭერდა. ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული მეორე სეზონის პირველი სერია. Better Call Saul. ძალიან მაგარი სერია იყო. ნუ როგორც წარმომედგინა, როგორც დასჭირდებოდა ადვოკატი, ფაქტობრივად ვოლტს და ჯესის დასჭირდა, თუმცა თავიანთი თავისთვის არა, ბრენდონისთვის ერთო არ ჩერდება. იქ obvious ვეღართიშენ. დასჭირდათ თახვისთვის. და გამოჩნდა სოლი, რომელიც ძალიან მაგარი პერსონაჟია, ჩემ რამდენს ლაპარაკობს ერთი, მაგრამ მაინც მაგარი ეს იმ ტიპის ჩარევა ამ საქმეში არაჩვეულებრივი იდეა იყო. ცოტა ვიდერვიული მომენტში, როცა სხვა კაცი დაჯდა მაგის ნაცვლად და ის კიდე სხვა სკამზე დაჯდა და რა ქვია თახთან. მაგრამ ვოლტი ისე გამოძრა, ვოლტი კარგად გამოძრა. ისე რომ არც ჰენკისთვის, არც გაეფუჭებინა საქმე, იმიტომ რომ ჰენკის კი არ ფიქრობდა ახლა რომ რაღაცა აირია. ეხით ვითომ და იმ კაცთან გადაჯდა, რადგან ის არის ნამდვილი ჰეიზენბერგი და ხო რა, დაიჭირეს ჰეიზენბერგი, რაც ტიპს თვითონ რა თქმა უნდა გაუხარდა უფრო ვიდრე ეწყინა, იმიტომ რომ როგორც სოლმა აღნიშნა რაჭენ დაბასჭირს ამ კომპიუტერს. ერთი შევობიეს. როგორც სოლმა აღნიშნა, ამ კაცს უარს ციხეში ყოფნა, ბოლოს თავისი ცხოვრების უმეტესობა აქვს ციხეში გატარებული და კარგი აზრი იყო ამის გაკეთება, როგორც სოლი მოიქცა. და რა თქმა უნდა, ბოლოს სცენა ძალიან მაგარი იყო ეს ვულტთან თანამშრომლობის პონჩი. რავი, აბა. ნუ, ჯეინი და რა ქვია, ჯესი, როგორც წყვილი, მე მაგალითად მომწონს ჯერჯერობით ჯეინი. Sky პერსონაჟები დაგვემატნენ მეორე სეზონში, ხო იცით? მე ვიფიქრე, რომ მეორე სეზონში ძირითადად ტუკოს მიექცევა ყურადღება თქო, მაგრამ არა. ტუკო მეორე სერიაშივე გავაგორეთ და ახლა გვემატებიან ახალი პერსონაჟები, რომლებიც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნებიან მეორე სეზონიდან დაწყებული, მეხუთედი დამთავრებული, ან თუ არ მოკლავენ მანამდე არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ახალი პერსონაჟები მოგწონს, ძველები დავაბრუნეთ, იქ თახვის, კინიპიტი, ახლები დაგვემატნენ, ჯეინი, ახლა უკვე სოლიც, რომელიც ძალიან მაგარი პერსონაჟია, უკვე ძალიან მოგწონს და ვატყობ, რომ კაი, ისინი ექნებათ. უფრო მეტ სცენას ვითხოვ ჰენკთან და სოლთან ერთად, იმიტომ რომ ეს ორი რაღაცით ძალიან გავს ერთმანეთს. ნუ რა თქმა უნდა, იმდენად არა, რამდენადაც ძალიან რო გავდეს და ესეთი ამები, მაგრამ არის რაღაც ჩვევა, ლაპარაკის მანერა, იუმორი, რითაც ჰენკი და სოლი ერთმანეთს გონან და მეტი სცენა მინდა რომ ერთად ქონდეთ და სავარაუდოდ ექნებათ კიდეც. თუ სოლი ამ საქმეში იქნება ჩარეული, ხშირად მოუწევს ჰენკთან საუბარი. ასე რომ ხო. ნუ ვოლტი კარგად გამოწვია, არც წვადი დაწვა, არც შამფური,
всё, ყველაფერი კარგად აქვს. ვოლტის და ჰენკის დიალოგის სცენა მომეწონა დასაწყისში და ცოტა სამწუხარო არის, ანუ ჰენკის მდგომარეობა ხომ თან ეთყობა აშკარად, რომ მაქსიმალურად ცდილობს პოზიტიურად დარჩეს და არ შეიმჩნიოს ხალხთან, რომ ასე ცუდ მდგომარეობაშია. თავიდან ვოლტთანაც ცდილობდა, რომ არ შეიმჩნია. მერისთან გახსნილია, მერი მაინც ცოლია, ოჯახის წევრია და თუმცა მერის რეაქციის მიხედვით კიდე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თვათ ეგეთი გახსნილიც არ არის ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან შეშფოთებული იყო ჰენკის მაგ მდგომარეობით და ეთყობა. ხო. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ემოციები ყველა პერსონაჟს აქვს ამ სერიალში მომენტი, როგორც მე ვატყობ, რომ ემოციებს ვეღარ იკავებს და უკვე უნდა ამოასხას და რამე ესეთი და ჰენკს კიდე ყველაზე კარგად გამოვიდა ეს, ანუ ზედმეტი არავისთვის უთქვამს, ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ აშკარად ყველაფერსაც არ ამბობს, ანუ საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს. ბოლოშიც შეეტყო, რომ ჰაიზენბერგი რომ დაიჭირეს ვითომ ის კაცი, დამავიწყდა უკვე სახელი, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა, მე გამახსენდება. ის კაცი რომ დაიჭირეს ვითომ და არ სჯეროდა თითქოს, არც მოეწონა ეგ ამბავი და ისეთი სახე ქონდა, ანუ აშკარად ჰენკი დაუბრუნდება მაგ თემას, რომ გაარკვიოს ეს ნამდვილად ჰაიზენბერგია თუ ასე მალე როგორ დავიჭირეთ, რაღაცა არ მიჯერა, რაღაც ეს გამოსასწორებელი, რაღაც ასე, რაღაც ისე. სოლი თუ იქნება ჩვენ მხარეს, ცოტა გაუჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ ჰენკი ვიცით ვინც არის, ორი ადამიანია და ხო. სოლზე მეტი მინდა რომ გავიგო. და ჯესი, ჯესის და ჯეინის თემა. იმედია ჯეინი კიდე გამოჩნდება მომავალში და უბრალოდ მარტო ერთ სეზონში არ იქნება და ისეთი არ იქნება რა. ნუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რო იციან ხოლმე სერიალებში, რომ დაამატებენ რომელიღაცა პერსონაჟს და მალე აღმოჩნდება, რომ დაამატებენ ერთი სეზონით მარტო და გააქრობენ. მე ვითხოვ, რომ ჯეინი და ჯესი იყვნენ ერთად. რაც ცოტა არ იყოს რთული იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც საქმიანობს ჯესი, მაგრამ ვინ იცის. შეიძლება ჯეინიც როგორღაც იყოს ჩარეული მაგ თემაში. ნუ ხერხავის ფილმის მერე, ვისაც ნანახი არ გაქვთ, ნახეთ აუცილებლად 2025 წლის საუკეთესო ფილმია. ხერხავის ფილმის მერე ეგეთი რაღაცა აღარ გამიკვირდება უკვე. მაგრამ ხო, კაი სერია იყო ძალიან, ერთ-ერთი საუკეთესო სერიალში. მეორეს ვერ აჯობა, მეორე მაინც უფრო მომეწონა, თუკო სადაც მოკლეს. მაგრამ ხო, ჯერჯერობით მეორე სეზონი მომწონს, აი ის წინა ორ სერიაზე თუ სამ სერიაზე ნორმალური სერიები იყო, მაგრამ ცოტა არ იყოს მეძინებოდასავით რო უყურებდი. აი ახლა ყველაფერი მშვენივრადაა. დაგემშვიდობებით მაშინ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ და ტოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ძალის ხილაკი. მადლობა ყველას. გემშვიდობებით გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანებით.